კვლევის სტრუქტურა სადიპლომო ნაშრომში. სადიპლომო ნაშრომები ძირითადად იყოფა ორ კატეგორიად. ეს არის თეორიული ნაშრომები, როდესაც თქვენ არ გიწევთ კვლევის ჩატარება და კვლევითი ნაშრომები, როდესაც თქვენ უნდა ჩაატაროთ კვლევა. მოგიწევთ თუ არა კვლევის ჩატარება, ამის შესახებ უნდა მიმართოთ თქვენი სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელს. სადისერტაციო კვლევებში ძირითადად სადისერტაციო ნაშრომები ძალიან იშვიათია ისეთი შემთხვევა, რომ იყოს სრულად თეორიული და ძირითადად ეფუძნება, ასე ვთქვათ, კვლევებს, ეგრეთ წოდებულ საველე კვლევებს. სამაგისტრო ნაშრომებშიც ასევე კვლევითი კომპონენტი ძალიან ხშირად ხდება ხოლმე და აი საბაკალავრო ნაშრომები ხშირად სრულიად თეორიული ხასიათისაა, თუმცა ბაკალავრებსაც უხდებათ კვლევების ჩატარება. მაშინ სადამე, რა უნდა დააზუსტოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აღმოჩნდა, რომ გიწევთ კვლევის ჩატარება. პირველი, რომელი მეთოდების გამოყენებით უნდა ჩატარდეს კვლევა. კვლევის მეთოდების შერჩევა დამოკიდებული არის იმაზე, თუ რა არის თქვენი კვლევის, როგორი არის თქვენი კვლევის სპეციფიკა. რაში მდგომარეობს თქვენი კვლევის სპეციფიკა. ამაზე არის დამოკიდებული თქვენი კვლევის მეთოდები. მეორე, რაზეც არის დამოკიდებული კვლევის მეთოდების შერჩევა და რის მიხედვითაც უნდა შეირჩეს კვლევის მეთოდები, ეს არის რა? სწორია. თქვენი კვლევის მიზანი. კვლევის მიზანი და კვლევის ამოცანები. კვლევის მიზნისა და კვლევის ამოცანების მიღწევას უზრუნველყოფს მხოლოდ და მხოლოდ პრინციპში მხოლოდ და მხოლოდ არა, მაგრამ ძირითადად კვლევის სწორად შერჩეული მეთოდები. მეორე, რაც უნდა დააზუსტოთ სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელთან, ეს არის ის, თუ რამდენი ცდისპირის გამოკითხვა მოგიწევთ. თუ ეს არის ინტერვიუების მეთოდი, ეგრეთ წოდებული სიღრმისეული ინტერვიუების მეთოდი, მაშინ უნდა დააზუსტდეს, ვინ იქნებიან თქვენი კვლევის რესპონდენტები და რამდენი რესპონდენტის შერჩევა მოგიწევთ. თუ უნდა ჩაატაროთ გამოკითხვა, მაშინ უნდა დააზუსტოთ რა? თქვენ უნდა დააზუსტოთ თქვენი გამოკითხვის, ასე ვთქვათ, გამოსაკითხი პირების რაოდენობა და მათი, ასე ვთქვათ, ჯგუფი, შეარჩიოთ ის ჯგუფი პირებისა, რომლებიც უნდა გამოკითხოთ სადიპლომო ნაშრომის ფარგლებში, უფრო სწორედ კვლევის ფარგლებში. რითი განსხვავდება ერთმანეთისგან სტრუქტურა, ჩვეულებრივი სტანდარტული სადიპლომო ნაშრომისა და კვლევისა. ჩვეულებრივი თეორიული ნაშრომები, როდესაც კვლევის ჩატარება თქვენ არ გიხდებათ, იყოფა ქვეთავებად, შესავალი ნაწილი, შესავალს წინ უძღვის აბსტრაქტი, რომელიც იწერება უკვე ნაშრომის დასრულების შემდეგ. მერე მოდის შესაბამისად თავები, პირველი თავი, მეორე თავი, მესამე თავი, დაყოფილია ქვეთავებად. შეიძლება ნაშრომს ჰქონდეს 4-5 თავი, ბოლოში დასკვნან და ბიბლიოგრაფია. აი გაცილებით საინტერესოდ არის საქმე მაშინ, როდესაც კვლევა გაქვს ჩასატარებელი. როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში თქვენი სადიპლომო ნაშრომის სტრუქტურა? უფრო ხშირად სადიპლომო ნაშრომს ამ შემთხვევაში აქვს ხოლმე შემდეგი სახის სტრუქტურა. დაიმახსოვრეთ ეს, შეგიძლიათ მოინიშნოთ. ვიწყებთ, რა თქმა უნდა, შესავალი ნაწილით. მერე გადავდივართ კვლევის ჰიპოთეზაზე და საკვლევ კითხვებზე. ეს შეიძლება საკვლევი კითხვები და კვლევის ჰიპოთეზა ლიტერატურის დასრულების შემდეგაც იყოს მოთავსებული, რაც გაცილებით უფრო ლოგიკური იქნება. შემდგომში ამ ყველაფერს მოსდევს ლიტერატურის მიმოხილვა. ლიტერატურის მიმოხილვას ყოფთ თავებად და ქვეთავებად. გაითვალისწინეთ, რომ არ არის სასურველი, რომ ლიტერატურის მიმოხილვა თავისი მოცულობით იყოს უფრო დიდი, ვიდრე კვლევის შედეგების და კვლევის ანალიზის ნაწილი. რეკომენდირებულია, რომ იგი არ აღემატებოდეს ნაშრომის საერთო მოცულობის 30%-ს, ლიტერატურის მიმოხილვას, შემდგომში მოსდევს კვლევის მეთოდოლოგია, შემდგომ კვლევის შედეგები, კვლევის შედეგების ანალიზი, კვლევის შეზღუდვები, დასკვნა და რეკომენდაციები. ბოლოში არის ბიბლიოგრაფია. ასეთი არის კვლევის ზოგადი სტრუქტურა. რაც შეეხება უფრო კონკრეტულ სტრუქტურას, ამ უფრო კონკრეტული სტრუქტურა უნდა შეადგინოთ უკვე თქვენ კვლევის ხელმძღვანელთან შეთანხმებით და ასე ვთქვათ, ჩაშალოთ ეს კვლევის სტრუქტურა. მაგალითისათვის კვლევის მეთოდოლოგიაში თქვენ ისაუბრებთ იმის შესახებ, რომ კვლევის პირველ რიგში მაგალითად კვლევის მეთოდოლოგია იწყება რითი
იწყება კვლევის მეთოდის რელევანტურობის დასაბუთებით, რომ რელევანტურია თქვენს მიერ შერჩეული კვლევის მეთოდი, შემდგომში გადადიხართ საკვლევ არეალზე, პირთა საკვლევ ჯგუფზე, ასაბუთებთ, რომ კონკრეტულად ეს პირები უნდა გამოგეკითხათ იმისთვის, რათა თქვენი კვლევის მიზანი და ამოცანები ყოფილიყო მიღწეული, კონკრეტულად იმ მეთოდის გამოყენებით, რომელსაც იყენებთ, საუბრობთ, ესე იგი, გეოგრაფიულ არეალზე, შერჩევის ზომაზე საუბრობთ, ასევე საუბრობთ ცდომილებაზე, მერე უკვე გადადიხართ კვლევის ინსტრუმენტზე. და ამის შემდეგ უკვე იწყებთ კვლევის აღწერას, კვლევა როგორ ჩაატარეთ და გადადიხართ უკვე კვლევის შედეგებზე. კვლევის შედეგებზე გადადიხართ. კვლევის შედეგების ნაწილში, ესე იგი, საუბრობთ იმაზე, აღწერთ კვლევის შედეგებს, რომლის სისტემატიზაციაც მოახდინეთ და მერე უკვე გადადიხართ კვლევის შედეგების ანალიზის ნაწილზე. ეს არის ზოგადი სტრუქტურა სადიპლომო ნაშრომისა და უფრო კონკრეტული და დეტალიზირებული სტრუქტურა ამისათვის საჭირო არის რომ თქვენ შეუთანხმოთ თქვენი კვლევის ხელმძღვანელს და დამოუკიდებლად შეადგინოთ, ეცადეთ რომ მაქსიმალურად იყოს დეტალიზირებული და კარგად აღწერილი. განსაკუთრებით რეკომენდირებული არის რომ კარგად იყოს აღწერილი კვლევის მეთოდოლოგიის ნაწილი. კვლევის მეთოდოლოგიის ნაწილი შემდგომში ჩავწერ ვიდეოებს იმის თაობაზე თუ რა უნდა იყოს მოთავსებული სადიპლომო ნაშრომის, მათ შორის კვლევების თითოეულ ქვეთავში და რას მოიცავს თითოეული ქვეთავი და როგორ უნდა მოახდინოთ მისი ფორმულირება. დღეისათვის სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა. გამოიწერეთ არხზე მუდმივად იდება ვიდეოები პრაქტიკული რჩევებით სადიპლომო ნაშრომების მომზადების თაობაზე, მათ შორის სამაგისტრო და სადისერტაციო ნაშრომების სპეციფიკასაც შევეხებით. და ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი არც ერთ სხვა ცალკე აღებულ წყაროში, მას ვერ აგენერირებს ხელოვნური ინტელექტი. შემდგომშიც გავაგრძელებთ საუბარს და ვიდეოების დადებას სადიპლომო ნაშრომების ჩატარების სხვადასხვა სპეციფიური ასპექტების შესახებ. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის გამოსადეგია და გისურვებთ წარმატებებს.